საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავსა და ფლავისმანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე 1.400.000 ლარამდე დაიხარჯება და 2000 მეტრზე მეტი გზის საფარი მოეწყობა. პროექტები ითვალისწინებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, მიერთებების, ეზოშის შესასვლელებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობას. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ტყუიავშიც, სადაც 3000 მეტრამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ ფლავისა და ფლავისმანის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. ორივე სოფელი გახლავთ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი. აქ მოეწყობა დაახლოებით 2 კილომეტრამდე ასფალტირებული გზა, რომლის ღირებულება შეადგენს 1.5 ლარს. სამუშაოების დაფინანსება განხორციელდა როგორც რეგიონალური განვითარების ფონდის ფონდიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. დაახლოებით 2 თვის განმავლობაში სამუშაოები იქნება დასრულებული. რა თქმა უნდა, ჩვენ მოსახლეობას გაუმჯობესდება ადმინისტრაციულ ცენტრთან დაკავშირება. ძალიან გაუსაძლისი იყო ესეთი ფორმოები იყო წყლისა. მიცვალებული ვერ მიყვავდა. ძალიან ძლიერი მდგომარეობა იყო გარკვეულწილად, თვითნებურად თუ ეს ჩვენი ძალისხმევით არემონტებდით დროებით, რომ მიცვალებული მაინც გადაგვეყვანა ადგილამდე. ახლა რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. უბანის გამოჩნდა მოწესრიგ და უფრო სისუფთავეა და აი ხალხსაც ალბათ мотиваცია მეტი აქვს. შემდგომში მომავლისთვის თავისი უბნის მოვლა პატრონობას და მოწესრიგებაში.